ორგანიზაციული კულტურა რომ ძალიან მნიშვნელოვანია ყველა კომპანიაში და ზოგადად საზოგადოებაში, ამაზე მგონი დღეს აღარავინ დაობს, ანუ შეიძლება ვიღაცები დაობენ, ხო? თინა გაგუა გვეყოლება დღეს სტუმრად APPL-ის პოდკასტში და ამ თემებზე და არა მარტო ამ თემებზე მინდა რომ დღეს ვილაპარაკოთ. შენ ხარ APPL-ში senior brand manager. მადლობა. /project manager. მადლობა რომ ჩემი სტუმარი ხარ დღეს. პირველ რიგში მოდი გაეცანი ჩვენს მსმენელებს, ვინ ხარ, რა ხარ, რასაკეთებ ჩვენთან და საიდან მოხვედი? საიდან მოვედი? ხო, ძალიან გრძელი გზა გამოვიარე აჭარაბეთამდე მოსვლამდე. იყო ჩვენი საერთო პროექტიც, რაც ერთად გავაკეთეთ Fitbus Games-ი, ასე რომ ვიცნობდი გუნდს, ვიცოდი რა. კი, ზუსტად, ვიცნობდი გუნდს, ვიცოდი რა ენერგიაც იყო, ვიცოდი რა კულტურაც იყო და იმ მომენტშივე როცა ამ ივენტს ვაკეთებდით, აი, მქონდა ეგ მომენტი, რომ მეთქი აქ ვიმუშავებ, თქო, ერთ დღეს თქო და ეგ ერთი დღეც მალე დადგა, მოკლედ. შემოვერთდი აჭარაბეთის გუნდს და მიხარია, რომ დღეს შენს პოდკასტში ვარ, იმიტომ რომ სულ გიყურებდი მანამდეც. მართლა სულ? კი, გისმენდი. იმიტომ რომ მე თვითონ ძალიან მიყვარს პოდკასტები და ეს პოდკასტი განსაკუთრებულად, იმიტომ რომ ქართულ სივრცეში რაღაცნაირად გვაკლია. ეხლა დაიწყეს, მაგრამ ხო. არა, ბევრი პოდკასტები, ბევრი კაი პოდკასტი არის, მათ შორის ქართულები. მაგრამ მადლობა კომპლიმენტისთვის. მოდი მივყვეთ მაშინ შენს აი ამ იმას რა, აი რამ გაგიჩინა ეგ განცდა, რომ აი აქ ვიმუშავდი, აი ზოგადად რა გიჩენს ხოლმე ეგეთ განცდას, რომ აი სადღაც აქ ვიქნებოდი, აქ არ ვიქნებოდი, რა არის ეგ კრიტერიუმები? აი არ ვიცი, რო შედიხარ ოთახში და ენერგია რო გვხვდება რა. ეგ იყო ჩემს შემთხვევაში პირველი რა, რო შეგხვდით, იყო რაღაცა ენერგია, რო ყველას უცინოდით, არ ვიცი, მეგობრებოდით, იყო რაღაც დადებითი განწყობა ერთმანეთის მიმართ და გუნდი იყავით რაღაცა მართლა ისეთი შესაშური. მქონია გამოცდილება რომ შევსულა ოთახში და არ ვიცი ეს მარმარილოში. ჩემ ოფისიც რო ეგეთი აქვს რა, ანუ ძალიან რაღაცა ზომოდური არ ვიცი რო არ ზრუნავენ თანამშრომლების გარემოზე, რაც APPL-ის შემთხვევაში აბსოლუტურად რა ვიცი ნომერ პირველი საზრუნავი იყო რაღაც გარემო და ოფისი არის იდეალური. ბევრი რაღაც ადამიანები განწყობა გარემო ხო, აი ეგ ყველაფერი იყო პირველი ეფექტი, რამაც რაღაც ისე ძალიან ეხლა ისეთ რაღაცებს ამბობ, რომ ხო ეგერაც ხო უნდა იყოს იდეაში, იმიტომ რომ ეს არა მარტო ემოციურად და რაღაცა ესე კარგია და კარგ ვაიბს ქმნის, არამედ პრაგმატულადაც კომპანიები მიხვდნენ უკვე ყველგან, რომ თავის თანამშრომლის ბედნიერებაზე ზრუნვა აწყობს პრაგმატულად კომპანიას, ხო? აი შენი აზრით რატო იმაზება ეგ ბევრ განსაკუთრებულში? აი ძალიან აი ალბათ ის რომ მოკლევადაში ვერ ხედავენ ამის შედეგს. ანუ შენ რო კულტურაზე იზრუნო და შენ რო კულტურაზე მართლა რაღაცნაირად არ ვიცი, ოფისი გაალამაზო, მოაწყო team building-ები, გაუკეთე თანამშრომლობის განვითარების პროგრამები, ანუ დიდი რესურსია, ხო? კომპანიისთვის რაღაცა ფულადი რესურსია, რომელსაც რაღაცა ჩვენს რეალობაში არის ეგ რომ მალე სჭირდებათ ყველაფრის შედეგი. აი მარკეტინგშიც იგივეა, ხო? რაღაცნაირად სულ მალე და ეს არის ისეთი რაღაცა, რაც გრძელვადაში გაძლევს შედეგს და გრძელვადაში ხედავ რომ ან turnover-ი გიმცირდება, ან თანამშრომლები უფრო ბედნიერები არიან, ხარისხი უმჯობესდება, პროდუქტიულობა უმჯობესდება და აი ალბათ ეგ არის რომ რაღაც ყოველთვის ქართული კომპანიები რასაც აკეთებენ ხოლმე არის რომ აი სწრაფად რაღაცა ოკეი, ცუდად არიან თანამშრომლები, რაღაც არ ვიცი, რაღაც დაგვემართა, არ ვიცი, რამ მოხდა, მოდი team building-ი გავაკეთოთ, ან მოდი რაღაცა ვაჩუქოთ, ყვავილები ვაჩუქოთ. ხო, აი რაღაცა აი და სწრაფად მივიღოთ შედეგი და იმას ვერ ფიქრობენ რომ რაღაცა გრძელვადაში უნდა ამ ყველაფერს და არ აქვთ მაგის ალბათ არ ვიცი სტრატეგიული ხედვა ან სურვილიც იცი ანუ რომ რაღაცა სურვილი რატო შეიძლება არ ქო ანუ ის ეგ ანუ ნუ რაღაც დანახარჯების გამო შეიძლება რა თქმა უნდა ეხლა ჩვენ რაღაცნაირად კომპანიის პრიორიტეტში როცა ზის თანამშრომლებზე ზრუნვა რა თქმა უნდა რაღაცა რესურსულადაც უნდა მომართო შენი ძალები ეხლა არის კომპანიები რომლებიც არ ვიცი თანამშრომლებს სიტყვაზე ბენეფიტებს ფინანსებენ არიან კომპანიები რომლებიცაც საერთოდ ბენეფიტიც არ აქვს ხო ანუ რაღაცა ეგ დიდი ნაწილით ალბათ ეგ შემოდის ჩემი აზრით ფინანსური ნაწილი და მეორე ალბათ ცოდნაც არ გვაქვს აი კულტურა სიტყვა culture fit არ ვიცი რაღაცა values ღირებულებები ხო აი ორგანიზაციული კულტურა რაც არის მოკლედ ხო კორპორატიული კულტურა შეიძლება ამას ეწოდოს ცოდნაც არ არის რომ დაფიქრდე იმიტომ რომ იყო კომპანიები ან იყო რაღაც ფრილანსები რასთან შეხება მქონდა ამ სიტყვებს არ ვიცი ვისთვის ვისროდი ჩემსმეთი მეკონი არც აიდე ანუ არ იყო ცოდნა არ იყო გაგება ხა მე მქონდა ეგ შემთხვევა რომ ძალიან გამიმართლა პირველივე სამსახურია ისეთი ჩემი
მიმართულებით პირველი სამსახური იყო Space, ისე რაღაც Space Geo საქართველოს, რომელიც დაიხურა. ხო. და Space-ში ქონდა ეგ, რომ აი რაღაც თვალის გუგები გამიფართო და პირველად რომ ვივედი, იმიტომ რომ რაღაცა მომცეს არ ვიცი ესეთი ბლოკნოტი, სადაც იყო ღირებულებები ჩამოწერილი, მომცეს ეს culture fit-ის რაღაცა აღწერა, გასაუბრებებიც ეგეთი მქონდა, რაღაც პერსონალ ისეთ კითხვებს მისვავდნენ, რომ აი პერსონა დაეჭირათ და ტიპაჟი მიხვდარიყვნენ და აი რაღაც ეგ და ამის ირგვლივ რო ტრიალებდა კომპანია და აი ამ ღირებულებებს რო ული და ძალიან შოკი იყო. მე რაც კი გამოვიცვალე, სადაც კი წავედიან რაღაც ფრილანსები და პატარა კომპანიების სტარტაპებიც რო ნახე, აი არ იყო რა, სანამ APP-ში არ მოვედი. აქ არის ის რაც აი სულ მინდოდა რომ რაღაც Space-ის მე დანაკლისი მქონდა ყველგან და აი აქ ვიპოვე და ხო, კი. ხო, ეგ არის აი რა კითხვა მაქვს, იცი ახლა აი რაც Space-ზე მოყევი, აი თუნდაც ეს მიდგომა რაღაც არ ვიცი, ღირებულებების დეკლარირება, რაღაც შიდა კულტურის განსაზღვრა, აი ეგეთი ურთიერთობების რაღაც დალაგება, ხო, ასე თქვა. მაგას ხო არ ჭირდება ახლა ფინანსური რესურსი. ეგ ხო ისეთი რაღაცა, რაც ხო, ისეთია რა, მენეჯმენტის საკითხია უფრო არა. მაგაზე რატო შეიძლება არსებობდეს რაღაცა ბლოკი? აი ხო, მაგის გარდა ნუ კიდე ძალიან ბევრი რაღაც ქონდა რაღაც იქ ნაეშ. კი, ანუ რა თქმა უნდა ამას ზემოდან რომ იდება რაღაც ბენეფიტები, ეგ რა თქმა უნდა სრული პაკეტი აქვს მერე, ხო? მაგრამ მინიმალური აი შეიძლება ბევრ კომპანიას მართლაც არ ქონდეს იმის რესურსი, რომ ახლა რაღაც ისეთი cost effective რაღაცები გააკეთოს. სტარტაპი იყოს სიტყვას. ხო, ანუ მან ეგ არის უკვე მეორე ნაწილი, რასაც ჩემი პირადი აზრი მაქვს, ეგ არის რომ ცოდნა არ არის. ანუ არ არსებობს ქართულ მაშინ რა ქვია, HR, ანუ დიდი დოზით მქონდა HR-თან შეხება კიდე რაღაც მომენტში. შემიძლია რომ ხვავაყო თქვა, რომ ანუ არ არის რა რაღაცა ეგ ცოდნა, დონე, არ ვიცი რომ აი ეს რაღაცა კულტურაზე, ღირებულებებზე რაღაც კომპანიებმა დაიწყო ლაპარაკი. ხო და აი ეგ ალბათ რა ცოდნა და საჭიროებას ვერ ხედავ რა ამის. ხო, არა, ეს შეიძლება არც იციან რომ იქ რა. არ იცი ეგ blind spot-ია მოკლედ, ხო, არ იცი რომ არ იცი. კი, ანუ და რაღაც ჩვენ შემთხვევაში ეხლა მე ვიცი რომ რაღაცა Zappos იყო ძალიან დიდი, Zappos არის ამერიკული ბრენდი, ფეხსაცმელების ონლაინ მაღაზია, რომელიც მე Amazon-მა იყიდა მილიარდ რაღაცად და იყო ეგ კომპანია, რომ ჩვეულებრივი ონლაინ მაღაზია მარტო ფეხსაცმელებს მე მგონი დასაცმელებსაც ყიდდა და ქონდათ აი ეს კულტურაზე ჩაჭერა. და რატო? ანუ მათთვის რაღაცა number 1 customer first რო აწვებდნენ და რაღაცა ჩვენთვის customer centricity არის მნიშვნელოვანი რომ იძახდნენ, იცოდნენ რომ ამის უკან რაღაცა ანუ შენი თანამშრომელი თუ არ არის ბედნიერი, ან ვერ მოემსახურება მომხმარებელს სწორად. და აი ეგ რაღაცა მე ეს ტონი შეი არის ამის CEO ვინც იყო, მან დაწერა ეს Pursuit of Happiness და მე თვითონ ვიცი რომ აი ამ ეს წიგნი იყო ძალიან დიდი ინსპირაცია Space-ის შემქმნელებისთვის რა. და ეგ არის რა ხო რაღაც განათლება რა თვითონ აი არ ვიცი სტორი შეიძლება მაგას ეკითხებოდნენ რომ აი რასაკეთებ ეგეც ანუ განსაკუთრებულს რომ აი ესე ცნობილი ხარ რა იმიტომ რომ მართლა ონლაინ არაფერი ისეთი მაღაზია არ იყო და ეგ იყო რომ მაგას იძახდა რომ თითქოს რაღაცა მართლა ახალს არაფერს არ ვლაპარაკობთ ანუ და კულტურას ვუვლითო და ანუ ეს რაღაცა იმ სივრცეშიც იმ დროს ძალიან ახალი რაღაც იყო და ხო ეხლა ჩვენც ვეწევით ალბათ რაღაცებს და ჩვენც იმადგან ვისწავლეთ აი ეგ არის რომ ერთეული კომპანია ეხლა Space ზუსტად ვიცი რომ რაღაც ამუცხორ მაგალითზე იდგა და ჩვენც ანალოგიურად APP-ი ხარ რომ რაღაც ვუყურებთ ტრენდებს ვუყურებთ რაღაცა რა ხდება თანამშრომლების მიმართულებით რა შეიძლება გადმოვიტანოთ სიტყვაზე ფლატერისგან ხო აი ბევრი რაღაც ცოდნის გაცვლა გვაქვს და არ არის ეს ცოდნა ალბათ ეგეთ სხვა კომპანიებში და ნაკლებად არის იმიტომ რომ მე პირადად შევეჩეხე მინიმუმ 5 კომპანიაში სადაც რაღაცა ეგ კულტურის ნაწილი ძალიან ცუდად ჰქონდათ და ძალიან არეული ჰქონდათ და აი კიდე ის მაგ შავი ლისტი მაგ სადაც არასდროს არ ვიმუშავებდი აი კომპანიები რომლებიც აი ზუსტად ვიცი რომ აი იქ რაც ხდება რა იმიტომ რომ რაღაც აი იტყვი რომ დავყუროთ ხო არა ნუ ის არის რა დიგისია ეგ გითხრა კომენტარში დაწერეთ და გაგისიარეთ ხოდა თუ დალაიქე ესე იგი ეგ არის მოგწერთ პირად გძელისია აი ტოპ კომპანიებიდან დაახლოებით 10-მდე კომპანია მაგ ჩამოწერილი რომელიც აი მართლა ვიცი რომ შიგნით საშინელება ხდება და რა არის ეს აი ეგ საშინელება ხო აი ჩამოწერილი არა ხო აი
ჩემ მეგობრები რომ მუშაობენ და მიყვებიან რომ რაღაც ხმამაღალ საუბარი არის ძალიან მოსული ამბავი და რომ უფროსმა რო გიყვიროს ეს რაღაცა სწორ ტონად ითვლება. უფრო სწორად არ ითვლება ისეთ რაღაცად, რაზეც შეგიძლია რომ რაღაც HR-თან მიხვიდე და რეაგირება მოხდინო. ვიღა თანამშრომელი რო საატირებენ არ ვიცი რაღაც შეხვედრაზე. რაღაცა ფიდბექს, ფიდბექი ხო რაღაც თავის ფორმები აქვს და აი რაღაც პიროვნული იმაზე რომ დადის ხოლმე და აი შენ ამიტომ არ მომწოხარ არასწორ ფიდბექს რო აძლევენ რაღაცა მენეჯმენტი რო გაიღვიძებს და რო გახსენდება რომ ყველა უნდა გაყაროს ერთ დღეს აი არის ეგეთი ქართული კომპანია რომელმაც აი რაღაცა ორჯერ გაწმინდა გააკეთეს ესეთი მასიური რომ აი პროსტო რაღაცა და აი ესეთი არასტაბილური კომპანიები არასტაბილური კულტურებით ხო აი რა ვიცი მართლა იმსახურები რომ შოუსიაში აი ეგ ეხლა შენ რასაც ამბობ არის ძალიან საინტერესო რაღაცა იმიტომ რომ ეგეთი შავისია შენ რო გაქვს ეგეთი რა დარწმუნებული ვარ ეხლა ძალიან ბევრს ექნება ხო კი და მე ყოველთვის ფიდბექს ეხლა ფიდბექის გაცვლა ძალიან მნიშვნელოვანია და მე ვცდილობ ხოლმე რომ აი სადღაც რასთანაც მიმუშავე და ეგ ცუდი ის დამრჩა აი ყოველთვის ვუტოვებ ხოლმე რა ფიდბექს რომ აი ამას მიხედეთ მე მქონდა შემთხვევა რომ არ ვიცი ბუღალტერმა გადაწყვიტა დღეს ეგერი ისტორია აღარ ეხა ხო მეცინება და ისე მყდებოდი ტირილი და ისე ცუდად ვიყავი რომ რაღაცა CEO და ყველა არის მიმოწერაში და აი რატომღაც გადაწყვიტა რომ აი reply all-ით გაბელანსღე. ოღონდ ვაფშე არაფერ შუაში არ ვიყავი მეილის მიმოწერაში. ოღონდ აი უზარმაზარი ტექსტით პიროვნულად ჩემზე მომართული რომ ჩემს იმაზე რომ რაღაც შენ ესე ძალიან ცუდად მუშაობ როგორ რაღაცა აი პატარა ბავშვი ვიჯექი და ეხა მეცინება მართლა მაგრამ ძალიან ფრინველია იყო ჩულოთ გააგზავნო რეაგირება არ იყო HR-ისგან ჩემი უფროსისგან რა თქმა უნდა იყო და მის რა თქმა უნდა პირველი პატეშკა რაც სიტყვა ეხმარა ხარ მყარს ხო თანადგომა მხარდაჭერა ვიგრძენი აუცილებლად მაგრამ ხო კომპანიის მოსული თემა იყო რა ხო აი მოსულა რა აი ვინ უფრო მაგრა გაგლანძღავს უფრო კაი ხო და ნახე აი რას ვკითხულობ იცი შენ რო გაქვს ეგეთი გამოცდილებები და კიდე სამწუხაროდ ბევრ ადამიანს ხო ეგ ხო კომპანიას თვითონ ბუნებრივად უნდა უბიძგებდეს იქითკენ რომ ეგრე აღარ იყოს ანუ ეს ხო რაღაც აი როგორც ბაზარი არეგულირებს ასე ვთქვათ ხო მასე არ უნდა არეგულირებდეს მაგას რომ აი აღშენდაერი პროფესიონალები და თუნდაც დამწყები ადამიანები, ვინც არ არის პროფესიონალი, მაგრამ დიდი პოტენციალი აქვს, იქ არ გაჩერდებათ ხო? არც მივა ალბათ, ხო? სწორია, ხო და აი ალბათ ჩაიძინება ეგეთი კომპანია. აი ეგ არის რომ ბევრმა დაიწყო კიდეც ამაზე ფიქრი და რაღაცა დაიწყეს ეს რაღაცა HR-ის მიმართ ვაფშე HR-ი აიყვანეს კომპანიებს HR-ები არ ყავთ და რაღაცა ამერთულებით კადრები არ. ხო ანუ დაიწყეს ანუ მეც რახან დიდი დოზით მქონდა შეხება ეგ ვიგრძენი რაღაც 2 წლის განმავლობაში ვიგრძენი რომ რაღაცა HR-ის მიმართულება განვითარდა ამათი შეხვედრები ფორუმები რაღაცა შეხება მქონდა და განვითარდა და დაიწყეს კომპანიას აი ხო ეგ მიახვედრებს ალბათ საბოლოოდ რომ ანუ ოკეი არ მოდის ეს ტოპ ტალანტი შენთან არ მოდის რაღაც მიდის რაღაცა ლამძღავი მეილი ანუ ეგ იდეაში ახლა რასაც ჩვენ ვლაპარაკობთ ну დასავლური კულტურიდან მოდის ხო ყველაფერი ესეთი განვითარება და კაი რაღაც მაგით უკვე ჩtildeოეთიდან არ მოსულა ჩtildeოეთიდან ეგეთი არ მოდის პირიქით ჩtildeოეთზე მაგით ასე დაბრუნდა ხო მაგრამ ნახე ეგეც ისე არ მოხდარო რომ უცბად ადგენენ და ყველანი უცბად რაღაცა მორალური კეთილი ტიპები აღმოჩნდნენ კორპორატულ გარემოში და დაიწყეს თანაშრომლებს რუნდა ხო ეგ იყო პირველ რიგში ალბათ სწორედ პრაგმატული რაღაც შედეგების ნახვის მერე გაიაზრეს რომ რავი მოდი რეკრეაციული ზონა გქონდეს ოფისში და ამითი ჩვენ თანამშრომლებს мотиваციას მივცემთ რომ რავი აქ იყვნენ და ოფისში იარონ და ბევრი რამე აკეთონ აქ და ბედნიერები იყვნენ და უფრო პროდუქტიულები გახდნენ მაგას მიხვდნენ სხვათა შორის ისეთ ავტორიტარულ ქვეყნებშიც როგორც არის თქვა ჩინეთის ბაზარი და სხვადასხვა ესეთი აზიური ქვეყნები სადაც კონკრეტული ბენეფიტები დაინახეს, რაც გაისახება მოგებაში, რომ შენ თუ შენს თანამშრომლებს მიცემ, რა ვიცი, კარიერული ზრდის საშუალებას, ის უფრო მეტად ემოციურად მოგებება და უფრო მეტად იქნება შენი კომპანიისთვის გამოსადეგი ასეთი. ზუსტად. მაგრამ ეგ არის, რომ აი ამას გრძელვადაში ხედავ. და ეგ dedication სჭირდებათ კომპანიებს, რომ ცოტა ხანი ანუ დაიწყონ აქტივობები. აი კი არ დაიწყონ ის, რომ რაღაცა წელიწადში ერთხელ team building-ი არ არის მარტო team building-ი ყველაფერი. ანუ კი კარგია, რა თქმა უნდა, ძალიან მაგარია წელიწადში ერთხელ რომ ჩავეხუტებით ერთმანეთს. მაგას რაჭობია, მაგრამ ანუ რაღაც სხვა აქტივობებიც, რაღაც არ ვიცი, განათლება შეუწყონ ხელი, რაღაცნაირი პროგრამები დანერგონ, თანამშრომლების ურთიერთობებს და გაცნობას შეუწყონ ხელი, იმიტომ რომ რავი, რაღაც არის კომპანიები ოთახიდან აღარ გადიხარ, ხო? ანუ მეილით აგრძელებ კომუნიკაციას. აი
ბევრი რაღაც არის, რაც ანუ პროცესია, ცალსახად პროცესია და ხვალზე რაღაცა თუ ცუდი კულტურის კომპანია ხარ ვერ გამოასწორებ ამ ყველაფერს, მაგრამ უნდა დაიწყო. და ამას უნდა უყურო რაღაც როგორც გრძელ რაღაცა ვადიან პერსპექტივაში და არა ხვალვე რომ ამონაგები გექნებოდა, არ ვიცი ეს ხალხი რომ გაღიმებული ხდება ყველა. ანუ ხო, მე ვცდილობ ახლა პირიქითი ლოგიკა დავჭი, აი რა ლოგიკა შეიძლება კონდეს ისეთ თქვათ ბორდი იქნება თუ მენეჯმენტი, რომელიც აი შენ როგორი кейსიც აღწერე, ეგეც თulis რომ ეგ არის სწორი. რომ აი მკაცრი ხელი, დისციპლინა და იქ ვიღაცას მივაჭიროთ და ვიღაცა გავლანწყოთ, აი რა ლოგიკა შეიძლება იყოს ამ გეტყვი მაგაზეც ჩემ აზრს როცა მე მაგალითად საიდან მოვდივარ, არ ვიცი, რა საიდან ვისწავლე ეს კულტურა და რაღაც კარგი ვნახე, ხო? აი რაღაცა კარგი გამოცდილება მქონდა, ასევე რაღაცა არ ვიცი, ბიზნეს სკოლაში ვისწავლე და მქონდა ეს უცხოური კომპანიების მაგალითების სწავლის საშუალება, ანუ ეს ცოდნა მივიღე. ანუ ეს კარგი არ მენახა, მე მყავს მეგობრები, რომლებსაც არ უნახავთ რა კარგი კულტურა და კარგი გარემო. მათთვის ეს მისაღებია. და სანამ აი გარედან არ ეტყვი რომ იცი რა ეს არ არის სწორი და ანუ იცი რა რაღაცა 12 საათამდე რომ მუშაობ, არ არის სწორი, ანუ რაღაცა კომპანია არ ნიშნავს რომ რაღაც არ ვიცი, დღე და ღამე იქ უნდა იყო, ან ფიქრით იქ უნდა იყო, ხო? და აი ბევრი რაღაცა რა და აი ამას რომ მე გარედან ვუხსნი ხოლმე მათთვის ეს რაღაცნაირად არ არის факტი და არ არის რაღაც ვერ განიცდიან ხო ამას იმიტომ რომ მათი ყოველდღიურობის ნაწილი არ არის ან არ უნახავთ სწორი მენეჯმენტი ან არ უნახავთ სწორი კომპანია ვისაც არ უნახავს ვინც ამ კულტურით და ამ ყაიდით მოდის და ვისაც რა ვიცი მე ბორდზე რო ლაპარაკობთ ხო და რაღაც მენეჯმენტზე რომელსაც რა ვიცი არც დაფიქრებულად რომ საერთოდ კულტურას მიეხედათ ალბათ ეგ არის რომ არ უნახავთ ერთი მართლა მეორე რომ ოკეი ფულს მაინც აკეთებენ და მესავე რომ რავი არ აწუხებთ რა არავინ არ ეუნება აი და ეგეთ კადრებს ახასიათებთ რომ არ იძახიან ხოლმე რა აი ამ სტრესულ გარემოში მყოფ და ესეთ რაღაცა დაპატარავებულ კადრებს ხო აი მართლა პატარავდები ხო ადამიანი ხარ რაღაცა ესეთ ამ რაღაც ვიღაცა რომ გიყვირის ვიღაცა რომ რაღაც გეჩხუბება ვიღაცა რა ვიცი მეილზე რომ გლანძღავს და ეს რომ მოსული ანუ რაღაც პიროვნულადაც პატარავდები ხო და ანუ ესეთი ფიდბექს არის ხო აი ზუსტად და ალბათ ეგ არის რომ არავის არ შეუწუხებია ეს ხალხი და არ დაფიქრებულან რომ იცი რა რაღაცა არ ვიცი გაყიდვები შეგვიმცირდა მე მგონი იმის ბრალია რომ მარკეტინგმა გაასხა და არა იმის ბრალია რომ ჩვენ გავასხით მენეჯმენტში აი ხო და ამიტომ რაღაცა ეგ ინტერნალ ფოკუსით როგორც არის ხოლმე რაღაცა არა აქვს რა და ვერ ხვდებიან მე მგონი რომ რაღაცნაირად ჯენსი როცა რო არის ჩაჭერილი რომ რაღაცა ვერ უქმნიან გარევას და რაღაცა აი ეს თაობა კიდე უფრო გადააჩვევს ამ ძველ რაღაცას. აი ეგ მინდოდა ზუსტად ეხლა მეთქვა და კარგია რომ აქ თემას შენ თვითონ შეეხე, აი ეს ახალი თაობა ხო, შენც რა თქმა უნდა. სხვანაირი ღირებულებები ცხოვრობს, სხვანაირი მიდგომა აქვს ცხოვრების მიმართ, ხო? სხვანაირი მოთხოვნები და სხვანაირი ბოლოდინები. და ეგ მეორე მხრივ ხო ეს მოთხოვნებიც ხელს უწყობს აი ამ კომპანიის მხრიდან შესაბამის ნაბიჯების გადმოდგმას, მაგრამ სმენია მეორე აზრიც, რომ აი მაგათ მუშაობა არ უნდათ. საერთოდ და აი მეორე უკიდურესობაში არ გადავარდეთ, ხო? რაღაც ფეხი-ფეხზე გადაადებინე, which is bullshit-ია მართლა. აი რავი, მე თვითონ ჯეზი ვარ, მე თვითონ ძალიან ბევრი რაღაც ჩემი ირგვლივ ვინც არიან ადამიანები, ან ძალიან უყვართ კაცო მუშაობა. ოღონდ კაი გარემო დაგოხვედრე, ოღონდ კაი ან როგორ არ გვიყვარს მუშაობა? უბრალოდ ფილტრში ვატარებთ უკვე ამ კომპანიებს და ხო ამ მენეჯმენტს და აი ამ მიდგომებს რაღაცაერთ უკვე სხვანაირად ფილტრში ატარებ რა არ ვიცი ის რა ვიცი მშობლების თაობისთვის ოკეი იყო რომ რაღაცა მართლა ვიღაცა მაგიდაზე დაგიბრახუნებდა ხელს არ არის ჩვენთვის ოკეი და ძალიან კაი ანუ მე მგონია რომ ეგ კაკრას ეგ რო აი რასაც ვამბობ რომ ის თანამშრომლები არ იღებდნენ ხმას და რაღაცნაირად არის მართლა ეს კულტურები რატო შემორჩა რა აი მიმუშავია ერთ კომპანიაში რომელიც არის რავი 20 წელზე მეტი მარკეტზე და აი ეგ არის რომ არა აქვთ რა ეგ რომ ვინმე ფიდბექს აფიქსირებდეს და მე რო აფიქსირებ მე ჩანვა რაღაც არის წითელ იმათ ხო რაღაცა და წითელ კოჭი. ხო რა. მაგრამ აი მეორე მხრივ ახლა ეგ აბსოლუტურად გეთანხმები მაგაში რომ ეგეთი მიდგომებით და მენეჯმენტის მიმართ ეგრე რო ხარ განწყობილი შესაბამისი პასუხი მოდის, მაგრამ თან ძალიან შემცირებულია ახალთაობაში დასაქმების life cycle, ანუ რამდენი ხანით მუშაობდი ეხლა. ეგ პრობლემა ზოგადად დგას, რომ აი მე ჩავდე ინვესტიცია, დავახარჯე ამ ადამიანს რაღაცა, ჩემი რაღაცა ფინანსები, ემოციური რესურსები, რაღაც
ყველაფერი და ადგა და წავიდა, იმიტომ რომ რაღაცა უბრალოდ წავიდა, რაღაც მობეზრდა ან რაღაცა. აი ეგ მან როგორ ხედავ, ან შენ შემთხვევაში რა შეიძლება გაიხსენო მაგაზე? ხო, აი ეგ dedication-ი უჭირთ, ხო? ჯეზის კი, მე მგონია რომ კი ამბიციური თაობა ვართ და რაღაცნაირად ხო ეგ გვაქვს რომ ცოტა ჩვენ გემოზე გვინდა რაღაცები, მაგრამ რაც ძალიან კარგია. რაც ძალიან კარგია, მაგრამ რაც რაღაცნაირად ანუ მან დარი ძალიან მნიშვნელოვანი რაღაც სწორი აი რაღაც ხაზი, რაც უნდა გაიაროს ჯენზიმაც რა. რაღაცების მიმღებლობა უნდა გქონდეს. მიმღებლობა, ოღონდ ფიდბექის რა. შენც რაღაც აი მაგიტომ მიყვარს ხოლმე ეს ფიდბექ სესიები და რაღაც მუდმივად ფიდბექს ვითხოვ ხოლმე ყოველთვის ყველგან რომ რაღაცნაირად გავიგო რომ რა მაგ გამოსასწორებელი. მე მყავდა უფროსი, რომელსაც დავსდებდი ოღონდ ფიდბექის კოლეჯაინი. ენდარ მჭირდება ეგ რა, ანუ რაღაც და ეგ არ ვიცი, საუბარი, ფიდბექი, რაღაცა ჯენზი რაღაც კრებითი ტიპი არის, მაგრამ ჯენზიში რაღაც მილიონი სხვა კი ხოლმე უბრალოდ ძირითად ტრენდებზე ვამბობ, ხო, სამუშაო ვადის შემცირება ძირითადი ტრენდი არის. ამიტომ ვიღაცებს მე მგონია რომ რაღაცა ჩვენ თავებზეც უნდა ვიმუშაოთ, ეგრე არ არის რომ რაღაცა ჩემს გემოზე უნდა იყოს ყველაფერი, მეც უნდა ვიმუშაო, მეც უნდა რაღაცა გამოვასწორო, მეც უნდა ჩავიხედო ჩემ თავში, რომ არ ვიცი, იქნებ რაღაცას ზედაპირულად ვუდგები, იქნებ რაღაცაზე უფრო მეტი dedication-ი მჭირდება. ანუ რაღაცები ჩვენც უნდა ვისწავლოთ, ეგრეა. ხო, ამიტომ რაღაცა კი არის ეგ პრობლემა, მე თვითონ მყოლია ჩემ გუნდში ჯეზი და ეგ მქონდა რომ თავიდან რაღაც მიჭირდა, რომ რაღაცა ზედაპირული და რაღაც რომ მინდოდა რომ უფრო მოკლედ dedicated ყოფილიყო რაღაცაზე, მაგრამ აი ეს ზუსტად საუბარი, რაღაცა მუდმივად ფიდბექის მიცემა, მუდმივად დამუშავება და მე არ მგონია ადამიანი ესეთ გებოდეს და ჰოპ წავედი, ანუ ეგეთი არც ჯენზი მგონია არც არა. რაღაც მიზეზი არის, მაგრამ ხო ტრენდი, ანუ ხო ზოგადი ტენდენცია რო ავიღოთ ახლა იმის რომ რაღაცა ესე მიზეზო წავიდა წამოვიდა არ არის, მაგრამ ნუ ბევრი ისეთი მიზეზი შემოდის წასვლის, რომელიც შეიძლება უფროსი თაობისთვის იყოს აბსოლუტურად, ანუ რანაირად შეიძლება ადამიანი წავიდეს იმის გამო, რომ არ ვიცი, მენტალური რაღაცა ის ვერ დაალაგა თანამშრომელობა იქ, მაგრამ ნუ ეგ ძალიან ჩვეულებრივი მიღებული ის იყო, რომ სამსახურში შენ ახლა სხვა იქ იმაში ხარ რა, სხვა იქ კომფორტულად იყო რანაირად. იმაში CV-ს მოთხოვნები, იმაში სამსახურის ვაკანსიის მოთხოვნები რო იდება, ერთ-ერთი პუნქტი არის სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი. აი ეგ რა სიკიშია ხო, ანუ მართლა. შეიძლება რაღაც დაუწერო, რაღაცა multitasking არის სიტყვაზე, ბევრი, ანუ სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი. ან პირდაპირ ეუბნები, რომ ახლა ჩვენთან ეს სტრესული გარემო. და რომ მოხალ შენ მანდ დაგსტრესავთ და რომ იმუშაო, ანუ აი ძალიან ლოგიკურია, რომ ყველას, ანუ სტრესი რა არის, მაგრამ ანუ აი საბოლოო ჯამში რაღაც ყველა საქმეში არ არის იდეალური საქმე, არ არის იდეალური საქმე. მოდი ამაზე რაღაცა ჩემ თავთან შეთანხმებული ვარ რა. რაღაცა იდეალებს არ უნდა მოუდინები არ უნდა შეიქნა. ხო, ეხა ზოგი დღე ძალიან კაია და ყველაზე ბედნიერი ხარ და ზოგი დღე შეიძლება რაღაც ისეთ საკეთებ, რაც უბრალოდ სიამოვნებას არ განიჭერს, which is fine, საქმეა. ხო და არ ვიცი, ხო, ეგ არის კი ტრენდი არის, ჩემი მეგობრებიც არიან ვინც რაღაცა ძალიან ხშირად იცვლიან, მეც ნუ ბევრჯერ გამოვიცვალე, ალბათ მოასწარე უკვე ხო. კი, მაგრამ იყო შემთხვევები, როცა რო გელაპარაკებია, როცა რაღაცა ორმხრივია ეს დიალოგი, როცა ფიდბექია, როცა ის წასვლაზე ვიფიქრია, მაგრამ ეს რო გახსნილი იყო, ეს კანალი თუ რა. ბევრჯერ გადამიფიქრია. ამიტომ ჯენზისაც როგორც ნებისმიერ ადამიანს მგონია რომ სჭირდება ეგ რაღაცა ურთიერთობა და ფიდბექის გაცვლა და ღიაობა, მაგრამ ალბათ უფრო დიდი დოზით ვიცი ცოტა აი რაღაცა უფრო ჰაერშია. ხო, კი, გასაგებია. და ხო, კი, ცოტა საწვალებელი თაობა. მაგრამ მგონია რომ დიდი, ანუ ამონაგების გვაქვს, მოდი ესე ვთქვათ რა, რაღაცა რესურსო ჩაასხა, აი ის კრეატიულობა იქნება რაღაცა უფრო და თანამედროვე ხო, კომპანიებს უნდა თანამედროვე კადრები, რაღაცა ახალი რო ახალი სისხლი, რაღაცა იდეები და ან ბევრი რაღაც რაც ჩვენ თვითონ ჯენზისაც მოაქვს რა და ამიტომ მგონია რომ ხო ექსუ იქნება ხო ვიღაცა ადგება წავა ანუ ერთ-ერთ შემთხვევებში არ ვლაპარაკობთ მაგრამ ჯენერალ ალბათ ეგ რომ მეტი ფიდბექი, მეტი ღიაობა, მეტი რაღაც გაცვლა
ფიდბექსაც სწორი ფორმით უნდა აწლევდე ადამიანს, ანუ არ არის ეგ რომ პერსონალურ იმაზე რაღაცა ესე მიმითითო პირდაპირ, ანუ რაღაცნაირად საქმით უნდა მელაპარაკო. მე საქმეში თუ რაღაცა არასწორად გავაკეთე, საქმით უნდა ამიხსნა, რომ თინა იცი რა, ამ ეს რო გააკეთე, აქ ესე შეგეძლო, ანეთ ხვდები ბუღალტერმა ციგრე მოგწერა. ივა გამანადგურა. ანუ ხო, ამიტომ რაღაცა გაგანადგურებ შენ. არა, ეხა ვიცი გეუბნები, ბიჭი და 4 კაცი მე ბავშვიდებ და ისიც პატარა ბავშვით მტიროდი, ანუ ხო რა ძიმე გადასატანია. ანუ ხო, აი მართლაც ყველა ვინც ასე იქცევით არ მოიქცეთ. ანუ როგორ შეიძლება email-ზე reply only CEO-სთან ერთად ვიღაცამ ოღონდ ანუ არ იყო ჩემი ბრალია. არის პირად reply-ში არ შეიძლება. არ შეიძლება, ხო კალანწყვი ვაფშე რა. აი ხო რა თქმა უნდა, რა ვილაპარაკო. ძველი ყაიდი ის არის და რაღაცა ერთ მართლა სკოლებში რომ კუთხეში აყენებდნენ მასწავლებლები და ჯოხით როს გავდრენ ხოლმე. ეგ მახსენდება. მაშინაც რომ მიღებული ფორმა იყო ეგ, ხო, ბევრი რამე იცვლება და ეგ ძალიან კარგია რომ იცვლება და კარგია რომ სწორი მიმართულებით მივდივართ ჩვენ საიტას მივდივართ. ერთი რაც ასევე მინდოდა მე შენთან მესაუბრა ეგ არის აი ადრე ეს კორონას დროს განსაკუთრებით და ამას დაემატა მე ხელოვნური ინტელექტის შემოსვლა შრომის ბაზარზე და პანიკა ამასთან დაკავშირებული რომ აი ყველაფერი ახლა დაიკარგეს სამსრო ადგილებს დაუკარგეს სხვა სხვა. ერთ-ერთი იტალიელი ტიპი იყო ჩამოსული ჩვენთან People-ში რაღაცის ჰქონდა აღარ მახსოვს პროფესიით ვინ იყო, მაგრამ აი ხეთ ხო იცი რაღაცა სახალხო მთქმელი ტიპები იყო არიან რა, რაღაცა სიბრძნეებს რომ ლაპარაკო, აი ეს კაცი. ხო, რაღაცა ეგეთი კაცი იყო იტალიელი, რომელმაც ეგეთი საინტერესო რაღაც თქვა, რომ ახლაო შრომის ბაზარზე კონკრეტულ რაღაც ტექნიკურ უნარებზე მეტადო დაფასდება ისეთი უნარები, როგორც არის მაგალითად ადაპტირებულობა, შემოქმედება, გახსნილობა, ახალი იდეების იმპლემენტაციის შესაძლებლობები, მოკლედ ისეთი რაღაცები, რაც ადამიანს შეიძლება ახასიათებს რავი თინეიჯერობის ასაკიდან რა და შენ ახლა მაგით გამახსენდა რა რომ ახლა ჯენზი ხარ ბევრი სამსახური გამოიცვალე უკვე და ბევრისთვის არის ის რომ აი მაგალითად რომ ითხოვენ სამუშაო 20 წლიანი სამუშაო გამოცდილება და უნდათ ახალგაზრდა კადრი ანუ აი ხო რას ეთყოდი თქვათ იმ ადამიანებს ვინც ახლა თქვათ შენი თანატოლია ან თუნდაც შენ თავს რო ელაპარაკებოდი ახლა 3-4 წლის წინანდელს რომ შრომის ბაზარზე შედიხარ, რითი უნდა მოხიბლოდ ამ საქმებელი, რა არის ის, რასაც შენს თავაზობ იქეთ იმ რაღაცა კარგ დამსაქმებლებს, რომლებიც გინდა რომ მათ გუნდს შეუერთდე. ან თუნდაც ჩვენ მაგალითად, ჩვენს AP-ს გუნდს რომ შემოუერთდეს. ხო, აი ეგ ალბათ ყველაზე კარგად გავიაზრე, როცა მე თვითონ ამყავდნენ კადრები. აი რაღაც რა უნდა გქონდეს ადამიანს, რომ რითი რაღაც არ ვიცი, სტუდენტი რომ მოდის და არაფერი გამოცდილება არ აქვს, რითი გამორჩა, აი მქონია ეგ შემთხვევა და ალბათ ეგ რომ მონდომებაა ჩვენო რა. აი მე რო ვიწყებდი მუშაობას, ხო არ მეც რა ვიცი, არაფერი გამოცდილება არ მქონდა, მაგრამ აი რაღაცნაირად ვცდილობდი რომ არ ვიცი კომპანიაზეც სწორად დამერისერჩებინა, ხალხისთვის მეკითხა, რაღაცა რა ხდება შიგნით რო ვიცოდე, აი რაღაც research-ს ვაკეთებდი, ოღონდ აი მართლა კარგ research-ს ვაკეთებდი თითოეულ კომპანიაზე, სადაც ვაგზავნიდი. და ეს მე მეხმარებოდა რა რაღაცა ჯერ გამიაზრებინა მე რამდენად მინდოდა იქ, იმიტომ რომ აი ფულისთვის რაღაცა კი ნიშნავენია რაღაც ანაზღაურებად, მაგრამ აი ეგ რო იცი რომ რაღაც მარტო მაგიტო ხარ კომპანიაში ძალიან რთულია მენტალურად. ამიტომ რაღაცნაირად ყოველთვის ისეთ კომპანიებს ვირჩევდი, რომლებიც აი მორალურადაც, ღირებულებითაც აი რაღაცნაირად ჩემთან ახლოს იყო. ხო, ეგ ალბათ გააკეთონ ძალიან კარგი research-ი. შეაწუხონ ყველა, არ ვიცი, გადაეკონ, გადმერეკონ, გაარკვიონ რა ხდება შიგნით და შეისწავლონ კომპანია. აი ამ ინფორმაციით როცა მივლენ და აი რაღაცა უკვე გააზრებულად, მე ძალიან მარტივია რომ დაინახო ვიღაცაში პოტა აი ეგ რო უნდა შენთან. და ხო, ენთუზიაზმს აჩვენებ მოკლედ, ხო? ანუ იმითი რომ შენ რაღაც ინფორმაცია მოიძიე, არისო შენ რაღაც დავალება გააკეთე რა, მოდია ხოლმე და ანუ თქვენ რასაკეთებთ? ანუ არ უნდა მეკითხებოდე გასაუბრებელზე რაღაცა რასაკეთებ, ანუ ჩემთვის ნიშნავს უკვე რომ შენთვის არასაინტერესო არ ხო? ალბათ ეგ research-ი გააკეთონ, კარგად გაიგონ რაზე მოდიან და დარწმუნდნენ რომ რაღაც ღირებულებები შეიძლება კომპანიას დაწერილი არ აქვს ღირებულებები, ანუ არის ხო? ხა არ გიწერია ფურცელზე რა ვიცი, ემპათია, არ ვიცი, ურთიერთ რაღაცები ღირებულებები არ გაქვს, მაგრამ როცა რაღაც თანამშრომლებში გაიკითხავ, აი ძალიან მარტივია რომ გაიგო შეგრძნების დონეზე რა ღირებულებების ირგვლივ ტრიალებს რა კომპანია. ან თუნდაც რომ გაიცნო უბრალოდ სრულიად არაფორმალურ გარემოში იმ თქვათ კომპანიაში დასაქმებული ადამიანები, ხო? უკვე რაღაც ხრი ხვდები
რა ხდება შიგნით, ხო? ზუსტად და ალბათ ხო ეგ გააზრებულად მიხვიდე და რაღაცნაირად გამოაჩინა შენი ენთუზიაზმი, ხო რა. ეგ და სულ იქნება ხა კონკურენცია, არ ვიცი ხანია იჩაგვანაცლეს ხარ. რობოტი ხარ. ეგ უკვე მე ხო ეგ არის უკვე შემდეგი ეგეც მაინტერესებს შენგან იდეაში, ანუ შენ კონკრეტულად რა პროფესიული უნარები გაქვს ახლა რას ფლობ და არ გვისაუბრია სოციალურ ამაზე ყოველთვის დასაწყისში ლაპარაკობთ ხოლმე კონკრეტულად რას აკეთებ შენ AFP-ში და ეს უნარები როგორ გეხმარება ამ პროცესების მართვაში. ხოიცა არ ვიყავს ხოლმე შენ თავზე ლაპარაკი ეს არ ვიცი რა უნარებს ფლობ არის რომ რაღაცნაირად კომუნიკაცია ალბათ და რაღაც ეგ არის მთავარი შესაქმეში ანუ შენ როგორც ბრენდ მენეჯერი რომელიც მართავ პროცესებს რომ ბევრი სხვადასხვა გუნდის წევრები ერთად რაღაც საინტერესო დათამაშო, ხო და კაი რაღაც გამოაყვანინო, კომუნიკაცია არის მაგის გასაღები. ძალიან მნიშვნელოვანია და რატო კეთყვი კიდე ჩვენი პროფესია აი მარკეტინგი და უფრო დიზაინთანაც ძალიან დიდი შეხება მაქვს, რახან ბრენდთან მაქვს შეხება, არის ძალიან გემოვნებაზე დაფუძნებული რა. ანუ რაღაცა შეიძლება შენ წითელი მოგწონდეს, მე წითელი არ მომწონდეს და კითხე რა ბანძი დიზაინია, ხო ხტები? აი ამაზე ვიდეო დუსახლოთ, ხო ხტები? ის ბუღალტერი გაიჩნდა. ის ბუღალტერი. ხოდა საბოლოო ჯამში ეგ არის რომ გემოვნებაზე არის. ანუ რაციონალური ახსნა არ აქვს ხოლმე რაღაცას რა, აი რაღაც ვიღაცას მოსწონს, ვიღაცას არ მოსწონს. და აი სულ მაგაში დავაში შეიძლება დაიკარგოს დრო და ამიტომ რაღაცნაირად ძირითადი სტეიქჰოლდერები ვინ არიან უნდა დავაიდენტიფიციროთ რასაც ვაკეთებ მოკლედ რაღაცნაირად ეგ მათ რა საჭიროებები აქვს და რატო აქვს ეს საჭიროებები უნდა ჩახვიდე აი კითხვებით უნდა ჩახვიდე why სულ უნდა ჩახვიდე რა რაღაცნაირად აი ეს ძირი გაიგო იმიტომ რომ მე რაღაც ზედაპირულად რომ ამბობენ ხოლმე სიტყვაზე არ ვიცი ამისთვის გვჭირდება თურმე აღმოჩნდება რომ ან თუ არ კარგად ჩაიკითხე მაგას გულის ხო აღმოჩნდება რომ ვაფშე სხვა რაღაცა იყო რა და აი ეს კარგად უნდა გაიგო რა არის ამოცანა და აი კომუნიკაციას მაგაში გეხმარება ალბათ რომ სწორად გაიგო მოკლედ საჭიროება. ამ საჭიროების იდენტიფიცირების მერე ხო ხვდები რომ რაღაც ამ რაღაც პროექტს ბევრი სტეიქჰოლდერი ყავს. ეხლა იმას რაღაც სხვა საჭიროება აქვს და უნდა იპოვო რაღაცნაირი სინერგია ამ ყოველ საჭიროებებში და რაღაცნაირად გამოყო და დადოკუმენტირებინო რაღაც ხო ჩვენასაც ბრიფს ვეძახით რომ რა არის ამოცანა. რო არ გამოიფიტოს რაღაც კრეატიული გუნდი, რო არ გამოიფიტოს დიზაინის გუნდი, იმიტომ რომ შეიძლება რაღაცების კეთებაში და ტესტირებებში რა, ეხა ის ხوارცად, ის კი უნდა ვცადოთ ყველაფერი, მაგრამ არასწორად როცა არის დავალება მოსული, ორმაგი სამუშაო რო არ გაკეთდეს. სამწევრი ხო და ამიტომ რაღაცნაირად ეგ დავალების სწორად განსაზღვრა, ბრენდთან ელაინმენტი, ჩემ შემთხვევაში რაც არის, მთავარი რომ ბრენდის სწორად იყოს ყველა ასპექტში პოზიციონირებული, რაღაც კრეატივის გუნდთან სწორად მიტანა დავალების და სწორი პოინტების გასმა, კრეატივის გუნდის პროცესში და ეს თქვენ ხშირი შეხება გვაქვს. ხო, აი, ჩემთვის ძალიან დიდი სიამოვნება რაღაც in-house კრეატივის გუნდი ყავს, იმიტომ რომ მართლა რა მხელა რაღაცას ნიშნავს, რომ ეგ შეგიძლია მოტივირებად რაღაცა საინტერესო რაღაცები აკეთო და ხო, ეგ ჩვენ გვაქვს. ხო, კრეატივის გუნდთან მოკლედ დავალების სწორად მოტანა, მე კრეატივის რაღაც პროცესში რა თუ რამე არასწორად მიდის რაღაც რელსებზე მოკლედ ისე დაბრუნება, რაღაც დიზაინის გუნდთან მე დავალების მიტანა, მოკლედ აი ეს ყველა გუნდებთან კომუნიკაცია, ყველა გუნდისგან რაღაცა საჭიროებების სწორად დანახვა, სწორი ხედვის შექმნა და სწორად მე ამის სტეიქჰოლდერებთან მიტანა. აქ შემოდის ჩემი როლი მოკლედ. შვენიერი. კაი და ბოლოსკენ მინდოდა ეგეთ თემას შევეხოთ. ხშირია ხოლმე საუბარი იმაზე რომ აკადემიური განათლება რაღაცნაირად ცოტა ხო არ სცილდება კორპორატიულ გარემოს იმ მხრივ რომ სულ უფრო მეტი ადამიანი იწყებს თავისი პროფესიული უნარების გამომუშავებას არა აკადემიაში, უნივერსიტეტში, არამედ კორპორაციებში, კორპორატიულ გარემოში. შენ შემთხვევაში როგორ იყო ეგ მაინტერესებს და ზოგადად როგორ უყურებს საერთოდ ამ მიდგომას, იმიტომ რომ ჩემთვის თლად ეგეთი გამიჯვნა არ არის მართებული რა, ჩემთვის მაინც აკადემიური განათლებას თავისი ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. მე მგონია რომ ცოტა პროფესიების მიხედვით ცოტა სხვანაირად არის ყველაფერი. მე მგონია რომ აი IT ან მე მიმართულება შეგიძლია რაღაცნაირად შეინთაც ის სიტყვაზე დიპლომის გარეშე, ან კონკრეტული მიმართულებები არის, რასაც მგონია რომ ესე აკადემიური რაღაცნაირი ჩარჩოებში ბაკალავრი, მაგისტრატურა ეს არ სჭირდება, არის
თუმცა ხო მანდაც ცოტა შეგედავები იმ ხრივ რომ თუნდაც ეგეთ სფეროებში აი ეს დიდი გარღვევები რომელიც ხდება იქ სწორედ შეიძლება სამეცნიერო კვლევებიც მოხდეს ეგ დიდი გარღვევები კი მაგრამ აი ეს ტრენდიც ხო არის რომ ყველა ის არის drop out რა ქვია რაღაცას ეგეც სწორია რა როცა გრძნობ რაღაცნაირად უნივერსიტეტი გიჭერს რაღაც უნდა წახვიდე და ალბათ ხო პირად არჩევ თუ ვერ ხედავ ღირებულებას უნივერსიტეტში არ უნდა ცხადია ვალდებულება არ არის ხო ეს ამაზე ძალიან ესეთი ხედვა მაქვს რომ პირიქით ყველას თავისუფალი არჩევანი აქვს მაგ მაგრამ ჩემ შემთხვევაში უნივერსიტეტის გარეშე მე ვაფშე არ წარმომიდგენია რამე მექნა და რატო მე მგონია რომ უნივერსიტეტი არ არის მხოლოდ რაღაცა წიგნი და სწავლა ეს არის ადამიანები ლექტორები კურსელები, უნივერსიტეტის მენეჯმენტი. არ ვიცი, ყველა ვისთანაც კურსდამთავრებულები, ალუმნი კლუბები, ეგეთი რაც არის. აბსოლუტურად ყველგან სადაც წავედი, რა ფრილანსიც ამიღია, ეს იყო სულ ჩემი აი ამ კომუნიდან წამოსული რაღაცა შემოთავაზებები. ყველა ეტაპზე გზა გამიყვა ჩემმა ამ კომუნამ და აი ეგ მგონია რომ უნივერსიტეტი აი მაგას გაძლევს რა, აი გინდა თუ არა, აი მაგ ბაზას ადამიანების რაღაცა ურთიერთობების რომლებიც მართლა მთელი ცხოვრება მიყვება ხო აგერ ჩემი ლექტორი ჩემი უფროსია ხო რა კაი ანუ მართლა რომ ესე გაგრძელდა ჩვენი ურთიერთობა და მაგას გაძლევს ეს აკადემიური ნაწილი და ამას თუ არის უნივერსიტეტები ან არიან ადამიანები ჩემი გული ვინც და ვერ დაინახეს ეგ ღირებულება და ანუ სწავლაშიც ვერ დაინახეს რასაც ასწავლიდა დადროპა და გახვიდა უნივერსიტეტიდან მანდ ოკეი ვარ ანუ ხო მაგრამ ხო და აკადემიური განათლება ჩემ შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩნდა თვითონ სწავლაც იმიტომ რომ მარკეტინგზე მინდოდა მაგრამ სიტყვა მარკეტინგზე მინდოდა თუ არა აი არ ვიცოდი რომ რაღაც რეკლამების ყურება მომწონდა და მართლა ანუ აი კანის ლომების რეკლამებს ვთავდი გამარჯვებულ რეკლამებს ვთავდი YouTube-ზე და ამას უყურებდი შემიძლია მთელი ღამე მეყურები და აი ეგ მივხვდი რომ რა მინდა ცხოვრებაში და ოკეი რაღაც რეკლამასთან ახლოს რეკლამა მინდა მე აღმოჩნდა რომ ეს მარკეტინგი ჩემ დროს არ იყო და მომიწია ბიზნეს ადმინისტრების არჩევა რისიც შემეშინდა იმიტომ რომ აი კალკულუსი ეს რაღაცა მათემატიკური მაგრამ ამ ყველაფერმა ფინანსური აღრიცხვა მენეჯმენტი რაღაც აი ამ საგნებმა ხო ისე გამიხსნეს თვალსაჩინო და ეხაც ნებისმიერ რაღაცა მარკეტინგის ამოცანას ყოველთვის უყურებ რაღაც ბიზნესის კუთხიდან რომ მოკლედ ხედვის ნაწილში ძალიან დამეხმარა ამიტომ მგონია რომ ეგ ზოგადი საგნებიც ეგ რაღაცა აკადემიური რაღაც ზოგადი არასაჭირო რო გონია მაგრამ გიხსნის ხო რა ძალიან საჭიროა ძალიან საჭიროა შეიძლება დღეს ფორმულას არ უწერდე სიტყვაზე რაღაცა რაც ვისწავლე და მაგით არ ცხოვრობდე და მართლა ალბათ 60% არ ვიყენებ დღეს რაც ვისწავლე მაგრამ აი ხედვას გივითარებს რა და ხედვა ძალიან მნიშვნელოვანია მე ნებისმიერ პროფესიაში მგონია. კი, ხო, ხედვა, ცოდნა, კონტაქტები, კომიუნიტის წევრობა, ეს ყველაფერი საერთო ჯამში ძალიან კარგ გავლენას ახდენს. ძალიან დიდი მადლობა ესეთ საინტერესო საუბრისთვის. მე ვიმახსოვს კიდე შენ დაგფადჟებდები, სხვადასხვა თემებზე სასაუბროთ. მადლობა ყველას, ვინც გვისმენთ და გვიყურებდით, გამოგვიწერეთ, დაგვალაიქეთ, დაგვასაბსკრაიბეთ, ყველაფერი გააკეთეთ, რაც გეთდება ხოლმე პოდკასტების დროს. დაწერეთ კომენტარები და გამოგიგზავნეთ შავი ის მაინტერესებს ხო თქვენი ვერსიები ჩამოწერეთ, თინავ თუ დაალაიქა ესე იგი ეგ არის. აი ეგეთი ის მოდი გავაკეთე. სანდრო მადლობა პირიქით მოწვევისთვის. მადლობა ძალიან მიყვარს შენი პოდკასტი და ჩვენი ერთ გვიყურება შეიძლება ვიყურებ. სერიასაც უყურებ. AP+ პოდკასტში ვლაპარაკობთ ყველაფერზე რაც ეხება სამსახურს. კარგად ვზრუნდებოდეთ.